მშვიდობისა დღეს 11 აპრილია. მაგვიძარა პირდაპირ ეთერშია და კარგ განწყობაზე ზრუნავს. თქვენ კარგ განწყობაზე ზრუნავს. დღეს ჩემს სიუჟეტში ნახავთ როგორი სალათი შევქმნით მე და ნინო არაზაშულმა. ეს იყო ორი დილის ნამდვილი ორთაბრძოლა. სიუჟეტის შემდეგ ჩემი სტუმარი იქნება ტელეპროდიუსერი ბაია გადაბაძე. დილა მშვიდობისა მე ვამთავრებ სპორტის კვირეულს. დღეს კი ვისაუბრებ ბოულინგზე. ეს ამერიკული თამაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოში და ძალიან ბევრი მიმდევარი წყავს. ჩემს სიუჟეტში კი ნახავთ როგორ უნდა ვითამაშოთ სწორად ბოულინგი. დილა მშვიდობისა ხუთშაბათია და მაგვიძარა აგრძელებს სამუშაო კვირას. გვიყურეთ 11 საათამდე და გაიხალისეთ დილად ჩვენთან ერთად. გამომცემლობა დიოგენე ახალი სერიის ამერიკელების წიგნებს უშვებს. ამასთან დაკავშირებით ტოპსერვიში ჩვენი სტუმარი იქნება დიოგენეს წარმომადგენელი ზაზა შენგელია. გადაცემის მესამე ნაწილში კი მაგვიძარას ანსამბლი თბილისი შემოუერთდება. მე კი გეტყვით თუ რა არის დღეს გამოსული გაზეთების დღის მთავარი თემა და ინტერნეტის ამებსაც მოგიყვებით. ამერიკაში დუგლას ელიმანის სახელობის ხელოვნების გალერეაში ცნობილი ადამიანების წერილები გამოფინეს. მათ შორისაა მერლინ მონრო, ჯონ ლენონი და დუაიტ ეიზენჰაუერი. ლონდონში კი ცენტრში ათასობით რომაული არტეფაქტი აღმოაჩინეს. ინტერნეტის ამებში ასევე შეითხოვთ თუ რომელი მუსიკალური ჯგუფების მუზა იყო მარგარეტ ტეტჩერი. ტრადიციასთან ერთად დღეს მაგვიძარაში ახალ რუბრიკას კინოგიდსაც იხილავთ. ლაშა დარდაგანი მეგზურობას გაგიწევთ და გეტყვით თუ რა სიახლეებია კინოსამყაროში. ბოულინგი თუ გიყვართ? მე ძალიან. როგორც აღმოჩნდა ტელეკურის გამოვაჩინე სპორტზე ვსაუბრობდი, არც ერთი სპორტი არ მეხერხებოდა, რაც მკვალი ბურთით უნდა ითამაშო. ბოულინგი შედარებით ბურთი არსებობს? კი, აი რაგბის ხო რაგბი მეხერხება. აი ეს არის დასტური იმისა თუ როგორ ვერკვევი მე სპორტში. მაგრამ სამაგერად შენ ბოულინგი გეხერხება, ვიცი და ძალიან მიყვარს მე. მოკლედ პირველ გაგორებაზე, მეორე გაგორებაზე გავაგორე, პირველად ვითამაშე და ყველა კეგლი გავყარე. სტრაიკი ქვია, ხო? სტრაიკი პირველად ვითამაშე? კი, მაგრამ მე კაი ხანი მეზობელ ბილიკებზე ვაგები. ხო, ანუ საკმაოდ რთულია ბოულინგი აღმოჩნდა რომ და დამღლელიც არის. ანუ უნდა იცოდეს ზუსტად როგორ გაუშვა ბურთი. სახალისო. ძალიან სახალისო და ანუ წონა იმ ბურთისა. ანუ არის 8 კილოგრამიანი. რა შენ რომ მითაგორო? მე აი უფრო მომეწონა 10-იანი. ანუ არც ძალიან მსუბუქია, არც ძალიან მძიმეა და ანუ რა ხშირად რო ვიარო, ალბათ მე კაი მოთამაშე ვიქნები ბოულინგი. ვიარო თავისუფლად. ძალიან პოპულარული გახდა საქართველოში, ეს ახალ მაინც არ არის დიდი ხანი რა შემოვიდა ბოულინგი და მე ვიცი ნიუსესაც უყვარს ძალიან. მოკლედ სიუჟეტში ნახავთ თუ როგორ თამაშობდი. როგორ უნდა ვითამაშოთ სწორად ბოულინგი, საინტერესო რჩევებს მოისმენთ, შემდეგ კი შემოგვიერთება ბოულინგ ცენტრალის მენეჯერი გელა ბეინაშვილი. საქართველოში ბოულინგი ნენელა პოპულარული ხდება, მე გამოგიტყდებით და არასდროს მითამაშია და დღეს შევეცდები დავეუფლო ასე ვთქვათ ბოულინგს. არა, აშკარად არ ვიცი თამაში და ვინმე დამეხმარეთ რა. სწორი დგომა, ბურთის ჭერა და შემდეგ გაგორება. ბოულინგის თამაშის მსურველებმა ამ დეტალებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ. პირველ რიგში ვიცვლით ფეხზე და შემდეგ უკვე დგებით ბილიკთან და ვიწყებთ ვიღებთ ჩვენი შესაფერის შარს, ბურთს, ასე ვთქვათ, ზომების მიხედვითაა დავაგებული, რომელთაც უფრო კომფორტულად ვისვით და ხელში რომელსაც კარგად გრძნობთ სიმძიმეს წონის მიხედვით რა. უფრო მძიმე, უფრო კარგად აქცევს საერთოდ კეგლს რა. თავარი არის თვითონ დგომა ამისი, სწორი დგომა, იმიტომ რომ თუ თავი მუხლზე წინ წაგივიდა, უკვე წონასწორობას კარგავ რა. ამიტომ ყველა ვარიანტი სროლის დროს უნდა გქონდეს ეს ფეხი წინ, მარცხენა ფეხი წინ, თუ რა თქმა უნდა მარჯვენა ხელით ისვრი. ესე და აი ამის ისწორე და ამ მომენტში ისვრი რა. ამურბენს ვაკეთებთ. ესე რა ჯერ გება თუ მარჯვენა ხელით ვისვრით, მარცხენა ფეხი გვაქვს ოდნავ წინ მოღუნული მუხლი, შემდეგ ეს თავის სწორეზე და აქედან ვიწყებთ მარჯვენა ფეხით. ხაზთან არ უნდა გადავიდეთ, იმიტომ შეიძლება ძალიან ახლოს რო და. კი, შეიძლება, თორე თუ ამ შავ ხაზზე დაგვეჭირა, დაგვეჭრა ფეხი, შემდეგ ის ქულა არ ჩაგეთვლება. რა ისროლა დაგიწერს ხაზს. ეხლა ჩემი ცდელობა. კარგი იყო.
ბურთის ზომის შერჩევა თქვენს აღნაგობაზეა დამოკიდებული. მისი დაჭერა კი მხოლოდ ასე შეიძლება. იმისათვის რომ კეგლები წავაქციოთ, ჯერ მათ განლაგებას უნდა დავაკვირდეთ, რადგან ბურთის გაგორების სხვადასხვა ხერხი არსებობს. შეგიძლია გავუშვას სწორ და შეგიძლია როგორც ასეთი მოჭრილი ბურთის გაშო, მაგრამ ეს ცოტა პირველი დამწყებისთვის ცოტა რთული არის რა. როგორც ყველა სპორტულ თამაშს, ბოულინგსაც დამახასიათებელი ტერმინოლოგია აქვს. პირველი რაც ყველაზე მთავარია ბოულინგის თამაშში, ეს არის სტრაიკი უნდა დავსვათ, სროლის დროს წაიქცეს ყველა კეგლი. მეორე არის თუ სიტყვაზე ვერ გავაკეთოთ ეს სტრაიკი, მეორე სროლაზე მაინც ყველა უნდა წაიქცეს დარჩენილი კეგლები, რაც იქნება და რაღაცაც იწოდება სპიარი. სპიარი. დანარჩენი ისეთი რაღაცა განსაკუთრებული. არის განსაკუთრებული ყველაზე რთული წასაკცევი, რაც აღვნიშნეთ ეს ორი კეგლი, რაც შეიძლება მაგას ქვია სპლიტი. თავარი პრინციპი რაც შეიძლება მეტი ქულის დაგროვებაა. თითო წაქცეული კეგლი თითო ქულა. თუმცა სტრაიკის წაქცევის შემთხვევაში კომპიუტერი დამატებით ბონუსსაც გიწერთ. საბოლოო ჯამში თქვენ მაქსიმუმ 300 ქულის აღება შეგიძლიათ, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ყოველ ჯერზე 10-ვე კეგს წააქცევთ. Follow your intuition, free your inner soul and break away from tradition. Cause when we be out, girl, it's full of we out. You wouldn't believe how we wow shit out. We burn it till it's burned out, turn it till it's turned out. Act up from Northwest East style. Я чемпион! ბოულინგი განსაკუთრებულ ნიჭს ან თამაშის სტრატეგიის შემუშავებას არ მოითხოვს. ამიტომ მისი ათვისება ნებისმიერ თქვენგან შეუძლია. კვირაში რამდენი საათი უნდა ვითამაშოთ, რომ აი რაღაცა დონეზე მაინც მივიდეთ. ასურველია ყოველდღე თითო საათნახევარი რო ივარჯიშოს ადამიანმა, უკვე რაღაც ერთ თვეში უკვე შეიძლება რომ რაღაცა იფიქროს. არ ვიცი რამდენად დადგება ჩემგან პროფესიონალი ბოულინგის მოთამაშე, მაგრამ ძალიან კი ვიხალისე, ჩვენ შემოგვიერთდა გელა დილამშვიდობისა და დინამიკოს მოგესალმებით. ხედით, აი თქვენ როდის ითამაშეთ? საინტერესოა პირველად როდის ითამაშეთ ბოულინგი, ან სად მოხდა ეს? ბოულინგი რო იხსნებოდა მაშინ რამოდენიმე ადამიანთან ერთად იქ ვიყავით გახსნის დღიდან, გახსნამდეც და ჩამოყვანილი ყავდა ჩვენ სპეციალისტები, ვინც ეს ბოულინგი აწყონ მთლიანად და საერთოდ ბოულინგი რა იყო, ხალხმა არ იცოდა და მაშინ გვასწავლა იქაურმა სპეციალისტმა. აი დაახლოებით რამდენი წელია ისე რაც საქართველოში არსებობს ბოულინგი და ზოგადად გახდა უკვე ძალიან პოპულარულია, მაგრამ ყველას უყვარს, დიდი ან პატარიანად ყველას. ადრე იყო პავლოვზე რამოდენიმე წლის უკან. კი, მით მახსოვს. მე ის დაიხურა წყნეთში რო არის მაგი გეცოდინებათ და ჩვენ რაც გავხსენით 3 წელია რა. ფედერაციას თუ არსებობს? კი, ბოულინგის ფედერაცია. კი. და რამე გეგმები არის, რომ აი რაღაცა გუნდი გაკეთდეს, ნაკრები სიტყვაზე და საერთაშორისო ტურნირებზეც წავიდნენ ქართველი მოყვარულები მაინც. ჩვენთან რამოდენიმე გუნდი არსებობდა, ნუ ეს მოყვარული გუნდები არსებობდა რა არსებობს. ტურნირები ტარდება სისტემატიურად. და ნუ ამ ხრივ მიდის წინ ძალიან და ისეთი ნორმალური მოთამაშეები კი არა, კარგი მოთამაშეები ყავს უკვე დღესდღეობით საქართველოში და ანუ ისეთი თითქმის უკვე პროფესიონალები არიან, რომ შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ უცხოელ ბოულერებს. თან მაინდამაინც რთული პრინციპი არ არის. მთავარი არის, რომ სწორად ვიცოდეთ ბურთის დაჭერას, სწორად გავაგოროთ და სწორი მიმართულება მივცეთ, ხო? და არსებობს კიდე ხო არა, ანუ ლოგიკას მაინდამაინც არ მოითხოვს. მთავარი არის პირველი პრინციპი გაყარა, ხო? მაგრამ არსებობს კიდე ჩახვეული, ხო? აი ბურთი რო რაღაცა ტრაექტორიც, ეგეც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. შენ იცი, აი მე ეგ ცოტა გამიჭიდა, იმიტომ რომ სულ იქით ვარდებოდა გვერდებოდი. ეგ აი სისტემატურად როია 1 თვის განმავლობაში, თვენახევარი 2 თვის განმავლობაში მაგასაც ისწავლეთ. თავარია რომ გაინტერესებდეს რა მეტი არაფერი. აი ჩემი სიუჟეტის გმირი გიგი ძალიან მაგარი მოთამაშეა, რომ ყველაფერიც ის და მწვრთნელიც არის, ხო? კი, მწვრთნელი არის, კი. რამდენად არის? ვფიქრობთ მაგის განხორციელებას და იქნება ანუ ჩამოყალიბდება ესეთი წრე
და წვნელი იქნება გიგი. ანუ ნებისმიერ მოყვარულს, ვინც რაღაცა დონეზე თამაშობს, შეუძლია, ხო, გაწევრიანდეს. შეუძლია მოვიდეს და გიგი აიყვანოს და თამაში ისწავლოს. აი ტურნირების თან ეს არის სპორტი, რომელსაც სადაც რისკი და ტრავმა მინიმუმამდეა დაყვანილი და სხვადასხვა კვლევები ძალიან სასაცილოა, როდესაც უნდათ რომ დაედოთ დასკვნა თუ რა ტრავმა შეიძლება გამოიწვიოს აი ამ ბოულინგმა 250,000 ფუნტი სტერლინგი დაიხარჯა ინგლისში და მეცნიერები დამსკვნებდა რომ შესაძლოა ბავშვი გაიჭედოს აი ამ მექანიზმში სადაც კედლები თავსდება. მიუხედავად იმისა რომ 40 წლის განმავლობაში და მსგავსი საერთოდ შემთხვევა არ მოხდა, მაგრამ მეცნიერები მაინც ჯიუტად ამტკიცებდნენ რომ შესაძლებელია რომ ეს პრეცედენტი შენ ვაგოებ და ბავშვი შეძლებს. ანუ რისკი და ტრავმა არის ფაქტობრივად ნულის ტოლი. თუმცა აი ადვილი ვერ მოხდება ბავშვი მექანიზმთან. მაგრამ აი პირველად დამეჭიმა ეს კუნთი, ანუ მაინც ხარ თან გაუყურებელი რო ვიყავი ძალიან დავჭირა. ისე მართლა ადვილი სათამაშოა. ტურნირები თუ ეწყობა ან რაღაცა გარკვეული ტიპის შეჯიბრებები წამახალისები. კი, თვეში 2-3 ტურნირი ყოველთვის არის. ეწყობა, კი. რაღაც გამწამახალისებელი პრიზები აქვს. კი, რა თქმა უნდა. ანუ შესაძლებელია რომ ჩვენთან აი რაღაცა ადამიანს როცა შედარებით ეხერხება ბოულინგი, სისტემატიურად ივარჯიშოს, რაღაცა გუნდი ჩამოყალიბდეს და საერთაშორისო შეჯიბრებებზეც წავიდეთ. რა თქმა უნდა თუ იქნება ფინანსები და დაფინანსება ამ გუნდის. რამდენად რეალური იქნება ეს? აი რეალური ახლოს კი არ არის რეალურია მართლა. კიდევ გითხარით რომ სისტემატურად თვლით თვეში 1 თვე, 2 თვე, 3 თვე შეიძლება გახდეთ პროფესიონალური ბოულერი. აი თუ დაინტერესდა ხა მაყურებელი, საერთოდ არ იცის ბოულინგი, რა ფასებია დაახლოებით რომ მოვიდეს და ისწავლოს რაღაცა დონეზე მაინც ბოულინგი. ასე იგი, დღის განმავლობაში 7 საათამდე ღირს ჩვენთან 1 საათი 28 ლარი და 7 საათის შემდეგ 44 ლარი. ერთი ბილიკი. ერთ ბილიკზე შეუძლია 4 ადამიანმა ითამაშოს. კარგი, დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. მე შეგახსენებ, ჩემი სტუმარი იყო ბოულინგ ცენტრალის მენეჯერი გელა ბეინაშვილი. ვარსკვლავები არ ხუმრობენო, ნათქვამია და მოდი მოусმინოთ როგორი პროგნოზი მოგიმზადა უხუცესმა ასტროლოგმა. მშვიდობის ან ნებისმიერი ფილმის პერსონაჟის უკან ყოველთვის დგას მისი რეალური პროტოტიპი, რომელსაც თავის მხრივ რომელიმე ზოდიაქოს ნიშანი შეესაბამება. ასტროლოგების აზრით ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს კონკრეტული კინოგმირი ჰყავს. ხოლო ის თუ რამდენად იპოვნით მსგავსებას თავად ამა თუ იმ პერსონაჟთან, მხოლოდ თქვენი პრეროგატივაა. ვერძი სკარლეტ ოჰარა ფილმიდან ქარწაღებული. ლეგენდარული სკარლეტი ყოველთვის ახერხებს ცხოვრებისეული სირთულების შემდეგ ფეხზე წამოდგომას. იგი ყოველთვის ოცნებობს ისეთ მამაკაცზე, რომელიც მისთვის მიუწვდომელია. ამ დროს კი თაყვანისმცემლების არმია უკან გუნდად დასდევს. თუმცა თავად მიაჩნია, რომ სიყვარულში ბედი არ სყალობს. ეს სკარლეტ. კურო ბრიჯიტ ჯონსი ფილმიდან ბრიჯიტ ჯონსის დღიურები. ყოველ მორიგ ორშაბათს იგი საკუთარ თავს მკაც პირობას აძლევს, რომ აუცილებლად მიხედავს პირად ცხოვრებასა და ნერვებს. იცხოვრებს ისე, როგორც ნორმალური ქალი. ბრიჯიტ ჯონსი იკრებს ძალას და ნებისყოფას საიმისოდ, რომ საყვარელი მამაკაცის გული მოიგოს და შეინარჩუნოს. ყუპები ლორენს სკოტი ფილმიდან ეს ნიშნავს ომს. მიუხედავად იმისა, რომ ორ მამაკაცთან ერთდროულად რომანის გაბმა ამორალურად მიაჩნია. გაურებული ბუნების გამო მაინც ვერ ახერხებს მათგან საუკეთესოს არჩევას. ოცნებობს იმაზე, რომ ოდესმე შეხვდეს მათი ერთობლივი თვისებების სინთეზის მქონე მამაკაც, ან უარეს შემთხვევაში რომელიმე მაინც მისცეს დაშორების საბაბი. კიჩხიბი ვიენი როშე ფილმიდან შოკოლადი. სამზარეულოს, ტკბილეულის და ზოგადად სიმყუდროვის დედოფალია. თავდადებული დედა და მოსიყვარულე დიასახლისია, რომლის გამოჩენის შემდეგაც ირგვლივ სიმშვიდე და სიტყვოება ისადგურებს. ლომი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული სამანტა ჯონსი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი გმირია სერიალში სექსი დიდ ქალაქში, მუდმივი ბავშვი. იმისათვის, რომ მორიგი სასიყვარულო თავგადასავალი მთელი სიმძაფრით განიცადოს, იგი მუსულმანური სამყაროს მკაცრ კანონებსაც არ ეპუება.
რაც შეეხება ქალწულ მანუელას ფილმიდან ყველაფერი დედა ჩემის შესახებ, მისი მოწოდება ამ ცხოვრებაში